მოგესალმებით. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა, უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის შედეგი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია CESCO-s ვებგვერდზე results.cc.gov.g. როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ ამჯერად უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არც ერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება. გვინდა მადლობა მოვუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის. აქვე გაცნობებთ ინფორმაცია საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი. საჩივრები ძირითადად შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევას, საარჩევნო უბნის გარეთ ამორჩევლის აღრიცხვას და ასე შემდეგ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე საჩივრების რეესტრში. ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში. წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების პირველად. წინასწარ შედეგებს მიწერია აქ, მაგრამ წარმოგიდგენთ უკვე დათვლის შედეგებს. როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი პროპორციული არჩევნები თბილისის შემთხვევაში უბნების ჯამური რაოდენობა 584, დათვლილი უბნების რაოდენობა არის 584, ანუ 100%. შედეგები ასეთია. ნომერი 1, მამული ენასარწმუნოება 3081 ხმა, 1,1%. ნომერი 3, კონსერვატორები საქართველოსთვის 13025 ხმა, 4,30%. ნომერი 5, ჩვენი გაერთიანებული საქართველო 1770 ხმა, 0,58%. ნომერი 7, თავისუფალი საქართველო 2711 ხმა, 0,89%. ნომერი 8, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 3255 ხმა, 1,7%. ნომერი 9, ძლიერი საქართველო ლელო 30050 ხმა, 9,99%. ნომერი 11, საქართველო 967 ხმა, 0,32%. ნომერი 12, მწვანეთა პარტია 1922 ხმა, 0,63%. ნომერი 14, სახალხო ხელისუფლება 803 ხმა, 0,26%. ნომერი 25, გახარია საქართველოსთვის 9673 ხმა, 3,19%. ნომერი 36, გირჩი 23275 ხმა, 7,79%. ნომერი 41, ქართული ოცნება 211814 ხმა, 70,5%. წარმოგიდგენთ ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგს. უბნების რაოდენობა 584, დათვლილია 100%. კანდიდატის ნომერი 1, კანდიდატი თეიმურაზ ბოკელავაძე, მამული ენასარწმუნოება 2364 ხმა, 0,78%. ნომერი 3, ზურაბ მახარაძე, კონსერვატორები საქართველოსთვის 12311 ხმა, 4,9%. ნომერი 7, კახაკუკავა, თავისუფალი საქართველო
4401 ხმა 1,46%, ნომერი 8 ოთარ ჭითანავა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 2678 ხმა 0,99%, ნომერი 9 ირაკლი კუპრაძე ძლიერი საქართველო ლელო 36863 ხმა 12,27%, ნომერი 11 გიორგი ლილუაშვილი საქართველო 1357 ხმა 0,45%, ნომერი 12 გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია 2353 ხმა 0,78%, ნომერი 26 იაგო ხვიჩია გირჩი 22935 ხმა 7,63%, ნომერი 41 კახა კალაძე ქართული ოცნება 21,083 ხმა 71,61%. ქალაქი რუსთავი უბნების რაოდენობა 61, დათვლილია 100%. კანდიდატი თამარ კეკენაძე, ნომერი 25, გახარია საქართველოსთვის 2730 ხმა 0,2%, ნომერი 41 ნინო ლაცაბიძე ქართული ოცნება 31266 ხმა 91,97 ხმა. ქალაქი ქუთაისი უბნების ჯამური რაოდენობა 77, დათვლილია 100%. კანდიდატი გიორგი ამაღლობელი, ნომერი 11, საქართველო 2767 ხმა 6,27%, ნომერი 25, პაატა ზაქარეიშვილი, გახარია საქართველოსთვის 3544 ხმა 8,3%, ნომერი 41 დავით იერემეიშვილი ქართული ოცნება 37769 ხმა 85,78%. ქალაქი ფოთი დათვლილია 100%, უბნების ჯამური რაოდენობა 24, ნომერი 41 ბექა ვაჭარაძე ქართული ოცნება 14,545 ხმა 100%. ქალაქი ბათუმი ჯამური რაოდენობა უბნების გახლავთ 90, დათვლილია 100%. კანდიდატი ნომერი 1 თამარ მიქელაძე მამული ენა სარწმუნოება 1246 ხმა 2,34%, ნომერი 5 ზვიად კვირიკაძე ჩვენი გაერთიანებული საქართველო 2251 ხმა 4,23%, ნომერი 25 გოჩა გუგუნავა გახარია საქართველოსთვის 5505 ხმა 10,35%, ნომერი 41 გიორგი ცინცაძე ქართული ოცნება 42,876 ხმა 80,60% და ნომერი 42 კახაბერთ ცისკარიძე დამოუკიდებელი კანდიდატი 1293 ხმა 2,43%. ეს გახლავთ შედეგები. მადლობა ყურადღებისთვის.